იგნორი იმიტომ მოდის, რომ საზოგადოების სცენარს და სოციალურ ნიღაბს დაშორდით. თქვენ არ ღვევთ მორჩილების კანონებს. საზოგადოება, რომელიც შისსა და კონფორმიზმზე აგებული, ეშინია თავისუფალი ადამიანის. იუნგმა ამას უწოდა ინდივიდუაცია. ეს არ არის ყველასაგან განსხვავებულად ყოფნა, არამედ საკუთარი თავის გახდომა. თქვენი გადაჭარბებული ენერგია სინამდვილეში საზოგადოების ზღვარია, არა თქვენი. თუ გადაწყვიტეთ იყოთ ნამდვილი, მაშინ მზად იყავით, რომ ერთეულებისთვის გაუცხოვდებით. და რა მოხდება, როცა გაბედავთ იყოთ სრულფასოვანი პიროვნება, თავისუფალი, ავთენტური, იმ საზოგადოებაში, რომელიც მხოლოდ მორჩილებას აფასებს. უარყოფა, თავდასხმა, იზოლაცია. ეს ფსიქოლოგიური კანონია. ჯგუფს ეშინია თავისუფალი ადამიანის, რადგან ის ამტკიცებს, რომ თავისუფლება შესაძლებელია. ამით ის ანადგურებს მთელ სისტემას, რომელიც შისსა და ბრმა მორჩილებაზეა აგებული. ეს უარყოფა არ ნიშნავს, რომ თქვენ არასწორ გზაზე ხართ. პირიქით, ისინი ხედავენ თქვენში იმას, რასაც საკუთარ თავში ვერ იტანენ, სიმამაცეს, სიმართლეს, თვითრეალიზაციის უნარს. იუნგი ამბობდა, ინდივიდუაცია არის ყველაზე მეტად ანტისოციალური აქტი, რადგან ის არღვევს კოლექტიურ ილუზიებს. თუ გაბედავთ, იყოთ ნამდვილი, მზად იყავით უარყოფისათვის. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ არა მხოლოდ თავი გაინთავისუფლოთ, არამედ სხვებსაც აჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია. სანამ გეტყვით, როგორ გადააქციოთ ეს უარყოფა პირად ძალად, უნდა გესმოდეთ ერთი ფუნდამენტური რამ, რადგან სწორედ აქ არის გასაღები. სხვები გაიგნორებენ არა იმიტომ, რომ ეზიზღებით, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ. მხოლოდ ამ ერთ წინადადებას აქვს ძალა, რადიკალურად შეცვალოს თქვენი ტკივილის განცდა. იუნგის თეორიით, ადამიანები ქვეცნობიერად ასახავენ საკუთარ დაუმუშავებელ ემოციებს სხვებზე. შური, შიში, არასრულფასოვნების განცდა. არავინ ებრძვის მზეს იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ მისი სინათლე აუტანელია მათთვის, ვინც ბნელში იმალება.